რა მინდა ვთქვა, იცით, აი დღეს იღებენ ეროტიკას, ხო, ვთქვათ, Playboy-ში, ასე შემდეგ. იცით რა, არსად არ არის ინდივიდუალიზმი. აბსოლუტურად არის კოპირება, რაც კეთდება უცხოეთში და ჩვენ ცოტა ეს პროვინციალიზმი უკაცრავად თუ ვინმეს მოხდება ყურში, მაგრამ მართლა გვახასიათებს, რომ გონია, რადგან იმათ ვგევართ იგივე პოპ მუსიკაში, იგივე ჩაცმულობაში, იგივე ყველაფერში, რომ განსაკუთრებით ხელოვნებაში არ უნდა იყოს ეს, იმიტომ რომ უცხოელები უკაცრავად დაგვცინიან ჩვენ. იმიტომ რომ არაფერი ინდივიდუალური ჩვენ აღარ აქვს. აი შენ ფილმებს რაც შეეხება, შენ თვლი რომ ეს არის ინდივიდუალური. მაგრამ კი, შეიძლება ცუდია რაღაცა არ მოწონთ, მაგრამ მართლა კი ბატონო, ეს ჩვეულებრივი მოსაზრება, რომ მინდა რომ ყურადღება ვისაც ფული აქვს. ჩემი ყველა მსახიობი მოდის უფასოდ. აბსოლუტურად ყველა და ადვილია თუ არა მათ დათანხმება ეს. იცი რა არის? მოდი, იცი რა, ეგ კითხვა ცალკე მინდა და რომ დამესვენო. იგივე Playboy, ცოტა ისეთი ფოტოხელოვანები მოიწვიონ, რომლებიც ინდივიდუალურ რაღაცას ქმნიან, რომ გავა 20 წელი, გავა 30, 50 წელი და ეს არავის არ ემახსოვრება, იმიტომ რომ კოპირებული არავის არ ჭირდება. ეს არ არის მაღალი ხელოვნება. მარტო დარჩება, თქვათ, კინოში ფარაჯანოვი, ჩემი აზრით. და რამოდენიმე რეჟისორი და ვინც კოპირებას დღეს რო იღებენ ფილმებს და ტელესერიალებს ეს რა არის? ნუ ფულის ყველა ხარჯვა. აი ეს მე არ ვიცი ხა ჩემ თავზე ვერაფერს ვერ ვიტყვი.